თქვენ უყურებთ ახოს ანაიას ამბებს დღის 2 საათზე და როგორც გითხარით ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი იწყება. პრეზიდენტის პრეს-სპიკერს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ, შემდეგ კი დავბრუნდებით დისკუსიით ლავსტუმრებთან ერთად. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ხართ შეკრებილები. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ამიტომ საჭირო ჩავთვალე, რომ დღევანდელ ბრიფინგზე უფრო დაწვრილებით და გარკვეულ კონკრეტიკაზეც მესაუბრა. მოგეხსენებათ, გუშინ პრეზიდენტი შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელმაც პრეზიდენტს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოახსენა. ამასთანავე გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ ეს არ იყო ზეწოლის პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტს ადგილი წარსულშიც ჰქონდა. რაც ყველას კარგად გახსოვს, იმედია და რომლის შესახებაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ თავის დროზე ღია ეთერებშიც ისაუბრა, რა დროსაც მან კონკრეტული თანამდებობის პირიც კი დაასახელა. არც ძველ და არც ახალ საქმეებზე, არც ერთ ამ საქმეზე გამოძიება პროკურატურას არ დაუწყია და რეაგირება არ მოუხდენია. პრეზიდენტის აზრით, როდესაც ეს ყველაფერი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, როდესაც შესაბამისი ინსტიტუტები ადეკვატურ რეაგირებას არ და ვერ ახერხებენ, როდესაც არ არის არც ერთი საქმე გამოძიებული, როდესაც ვისმენთ, რომ თურმე საპროცესო გარიგებები ფორმდება პირებთან, ვინც წლების განმავლობაში ფარული მიყურადებითა და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით იყვნენ დაკავებული, ეს ყველაფერი აჩენს უნდობლობას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე საჭიროა გამოძიების დაწყება. დიახ, ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია და უმოქმედობაა სწორედ ინსტიტუციების დისკრედიტაცია. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ამ დრომდე კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება, მეტიც ეს ადამიანები პარტიულ თავმჯდომარეობაზე ვიცე-პრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ, რაზეც ქართული ოცნების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყველგან მის გვერდით. პრეზიდენტი მიიჩნევს და ამის თაობაზე ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით უნდა გაეცეს პასუხი კითხვას. რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს. სწორედ ასეთი ტენდენციების გაღრმავების გამო გახდა საჭირო პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. პრეზიდენტმა მისი ოჯახის წევრთან დაკავშირებულ ინციდენტზე და ამ ინციდენტის თაობაზე ჯერ კიდევ 10 დღის წინ, ალბათ უკვე შეიძლება 2 კვირის წინაც, იმიტომ კი არ ჩააყენა პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე საქმის კურსში, რომ დახმარებას ითხოვდა ამ კონკრეტულ საქმეში, არამედ იმისთვის, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებზე არაეთიკურ რეაგირებას და ბრალდებებს, პოლიტიკური ბრალდებები და გიორგი მარგველაშვილის დადანაშაულება ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსის თაობაზე ჩვენთვის ახალი არ არის და რა თქმა უნდა ეს არც პირველი შემთხვევაა და ეს ჩვენ დიდი ხანია უკვე აღარ გვიკვირს. პრეზიდენტის პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან მუდამ ისმის ბრალდებები იმაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან არის გარიგებაში. თქვენ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ, თუნდაც რაც ხდებოდა ბოლო თვენახევრის განმავლობაში, მე რამდენიმე ფაქტზე შევაჩერებ მაინც თქვენს ყურადღებას. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების დროს პრეზიდენტი ქართულ ოცნებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს. გიგი წერეთლის მხარდაჭერისთვის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობაზე მას ბრალი ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დასდეს. საქმე უფრო შორსაც წავიდა, მაშინ, როდესაც თურმე პრეზიდენტმა ქართულ ოცნებასთან ერთად აჭარაში მთავრობა უკანონოდ გადააყენა. ახლა კი პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაცვა კვლავ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერად მოინათლა. ყველაფერი კი ბევრად მარტივია. პრეზიდენტი არის ინსტიტუციების დამცველი. პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა
ასახსნელია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ სამართლებრივი მოქმედების დროს განსაკუთრებული პოლიტიკური დაინტერესება. პრეზიდენტი ადეკვატურად მიიჩნევს ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებული იქნება როგორც პროცედურული, ასევე ამ საქმეების პოლიტიკური შინაარსი. ეს არის სულ რაც მე მინდოდა პრინციპში თქვენთვის მეთქვა, დარწმუნებული ვარ გაქვთ კითხვები, თუ შეიძლება ერთმანეთს აცალეთ და დაასახელეთ ტელეკომპანია ან საინფორმაციო საშუალება, რომლის წარმომადგენელიც ეს იყო პირდაპირ ჩართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თქვენ პრეზიდენტის პრეს სპიკერს უსმენდით პირდაპირ ეთერში.